თბილისში ეკოლოგიაზე მავნე ზეგავლენისთვის დაწესებული ჯარიმები ახალი წლიდან 5 ჯერ გაიზრდება. კონკრეტულ სამართალ დარღვევებზე ფინანსური სანქციების დაკისრება რამდენჯერმე გადავადა, რათა კონკრეტული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ. 2026 წლიდან კი კანონის აღსრულება უკვე მკაცრად გაკონტროლდება. რა სფეროებს ეხება გამკაცრებული რეგულაციები, მარიამ ბუღაძე მოგვიყვება. გარემოს დაცვითი რეგულაციები მკაცრდება, ჯარიმები ხუთმაგდება კონკრეტული დანაშაულებისთვის, რომელიც საბოლოოდ არის დაბინძურებას იწვევს და მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. კანონპროექტით ჯარიმები გაიზრდება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების, მისი არასათანადო წესით ტრანსპორტირების და ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრის შემთხვევაში. არსებული ჯარიმები იზრდება ასევე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილადაალებადი ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციის შემთხვევაში. სანქციები, რომელიც განისაზღვრა 2019 წელს, ახლა შემოთავაზებულია, რომ გაიზარდოს ფიზიკური პირისთვის 500 ლარიდან 2500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის პირველი შემთხვევისთვის 5000 ლარიდან 10000 ლარამდე, ხოლო საბოლოო ჯამში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან მიმართებით ამგვარი ქმედების განხორციელება იურიდიული პირებისთვის 60000 ლარი. ცვლილებების შედეგზე ორიენტირებული იქნება და დამატებითი პრევენციული ხასიათი ექნება. კანონის აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. ზედამხედველობას ვინ განახორციელებს? აი ამ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ნივთიერებების და პროდუქტების, მეორად პროდუქტების განთავსების ადგილებს ეხება, ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, სრული წესით დამუშავება, ბეტონმზიდი და ტრანსპორტირება გადაუხურავი საშუალებებით. ამ შემთხვევაში დუბლირებული გვაქვს როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. საკომიტეტო განხილვის დროს კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება, რათა რეგულაციები ეტაპობრივად დედაქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეეხოს. ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი ამ პრობლემის წინაშე, რომ რამენაირად მოგვარდეს და გადაწყდეს. კარგია, რომ აქ არის კონსენსუსი, ეტაპობრივად მოხდეს ამ რეგულაციების შემოღება მუნიციპალიტეტებშიც. ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც კანონი შეეხებათ, სრულად ინფორმირებულები არიან. თბილისის მერიამ მათ გონივრული ვადა მისცა, რათა ახალ რეგულაციებს მორგებოდნენ. რამდენჯერმე გადავადებაც გავაკეთეთ, იმიტომ რომ მომზადებულიყვნენ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ სფეროში არის ჩართული, მათ ქონოდათ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა, როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ ამას, იმიტომ რომ ჰაერის დაბინძურებაში ძალიან დიდი როლი აქვს აღნიშნულ მიმართულებას. კანონპროექტი, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.